Nissan L8. რითი განსხვავდება Nissan L8 Nissan L7-ისგან? დავიწყოთ გარედან. ეს არის სიმაღლეში 5 სანტიმეტრით უფრო მაღალია, სიგრძეში 3 სანტიმეტრით უფრო გრძელია, ხოლო სიგანეში ერთნაირია, როგორც L7, ასევე L8. მაგრამ თავარი განსხვავებები ამ ავტომობილში არის შიგნით. მოდით მოკლედ მოგიყვებით რა ხდება. აქაც არის პროკომპლექტაციაში 42.8 კილოვატის ელემენტი და ultraში 52.3, ისე როგორც L7-ში. 5 და 3-ში კრიფავს ნებისმიერი ავტომობილი 100 კილომეტრს. რაც ეხება ელექტრომობილის ელექტროელემენტის გარბენს. CLTC-ის მიხედვით 225, სინამდვილეში ვიცით 170. ეს იყო პროში, ultraში კი CLTC-ის მიხედვით 286, რეალურად 230, 240 კილომეტრი. იგივეა სრული დამოხტვით და სავსე ავზით, ამას ხოთაშორის ეგრევე აქვს, როგორც ხვებს 65 ლიტრიანი ავზი და სრული დამოხტვით გაივლის პროს შემთხვევაში 1360 კილომეტრს CLTC-ის მიხედვით და 1421 ultra CLTC-ის მიხედვით. რა თქმა უნდა, ეს იქნება 1000 კილომეტრი და 1200-1250 კილომეტრი რეალურ ცხოვრებაში. CLTC ვიცით, რომ ეს არის იდეალურ პირობებში ჩინური ათვლის სისტემა. გადავიდეთ შემდეგ. რაც ეხება L8-ის ინტერიერს, როგორც L7-ში გვაქვს მშვენიერი ჩასადები ადგილი, რბილი, რომელშიც ბევრი რამე ჩაეტევა და ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა თურმე პრაქტიკაში. წინაზე გაჩვენეთ, როგორც ეძახიან მანდარინის ფერიო, მაგრამ მე მგონია, რომ ცოტა სხვანაირია. სალონი ეს კი არის ღია ფერის სალონი, ისევ და ისევ ტყავი ნაპა, ძალიან სასიამოვნო მასალა, ყველაფერი, მაგრამ დაუბრუნდეთ ის თუ რითი განსხვავდება ეს ავტომობილი L7-ისგან და L6-ისგან. ვთქვათ, ესე იგი, უკან სავარძლებზე გადავიდით, მოგიყვებით რა ხდება უკან. L7-ში, L8-ში, L9-ში, L6-ისგან განსხვავებით კარები თვითონ იხურება. ვერ დახურეთ ბოლომდე? არა უშავს. თვითონ დაიხურება. ეხლა კი როგორც ვამბობთ, გადავიდეთ უკან. მე 191 სანტიმეტრით ვიჯექი წინ, გრძნობდი თავს მშვენივრად. დავჯდეთ უკან. მშვენივრად ვეტევი, ძალიან კარგად. განსხვავება აქ არის ორი დამოუკიდებელი სავარძელი. იმიტომ რომ L7-ისგან განსხვავებით, L8-ში და L9-ში გვაქვს საშუალება მივიღოთ მესამე რიგი. რა თქმა უნდა, მასაჟი, რა თქმა უნდა, მოძრაობა, წინ, უკან, ზურგი, პრაქტიკულად ყველაფერი. აქ გვაქვს armrest-ი, როგორც თვითმფრინავში შეგვიძლია ხელი ჩამოვდოთ, ან მოვაშოროთ თუ გვინდა, ჩამოვწიოთ, დავარეგულიროთ. ესე იგი, კონკრეტულად ეს ავტომობილი არის კომპლექტაციაში Maxi, ეს არის საშუალო კომპლექტაცია, სადაც ჩვენ არ გვაქვს ლიდარი, მაგრამ გვაქვს მაცივარი. მაცივარი, რომელიც როგორც მახსოვს, ათფობს და აგრილებს. კლიმატ კონტროლის მართვის სისტემა, აქედან შეგვიძლია ვმართოთ წინა სავარძელი. რა თქმა უნდა, როგორც თქვი, როგორც თვითმფრინავში შეგიძლიათ რეგულირება და შეხედეთ რა აქვს სავარძლებზე. ტელეფონი. ჩავდევი. ტელეფონი. ჩავდევი. გვაქვს ორი USB Type-C, შეგვიძლია შევაერთოთ და ტენოთ. არ გვიშლის. ანუ ჩვენ აქ არ გვაქვს დასადები ადგილი ტელეფონის, ამიტომ გათვალეს და გააკეთეს სავარძელზე დასადები ტელეფონის. ეს რაც ეხება მეორე რიგს, ამასობაში მეორე რიგში არ გვაქვს მონიტორი, კომპლექტაცია ultras გარდა. პროში და Max-ში არ გვაქვს მონიტორი, გასართობი infotainment სისტემა. გვაქვს დეფლექტორები ჰაერისთვის, რომელსაც ვმართავთ აქედან კონდიციონერს. ეხლა კი გადავიდეთ მესამე რიგში, გაჩვენოთ რა ხდება იქ, შემდეგ დავუბრუნდებით ისევ მეორე რიგში გაჩვენებთ რატომ. ეხლა რა თქმა უნდა ვერ ვეტევი, ჩემთვის ცოტა მოსახერხებელი არ არის ეს ჯდომა. ეხლა გავწევ წინა სავარძელს წინ ისე რომ ჩემთვის კომფორტული იყოს და შემდეგ დავჯდები მეორე რიგზე, რომ ვნახო, დავეტევი თუ არა.
ვზივარ, შეიძლება ესე მოძრაობა, აქ მოძრაობს ზურგი, იქით-აქეთ, წინ უკან და აქვს სავარძლების გათბობა. რაც თავარია, გვაქვს USB Type-C დამტენი, მარჯვნივ მარცხნივ და კონდიციონერის, კლიმატური სისტემის დეფლექტორები. შუქი. ეხლა კი ვნახოთ, მე ვზივარ მესამე რიგში, კომფორტულად გადავიდეთ მეორე რიგში, თუ ჩემნაირი დაჯდება ორი ადამიანი ერთი მეორეს უკან. იცით რა? პრინციპში კი შვენიერია. ვზივარ. წინაც მე ვიჯექი, აქაც მე ვზივარ, უკანაც მე ვზივარ. სამივე ადგილზე შეიძლება განთავსდეს ადამიანი, რომლის სიმაღლე არის 191 სანტიმეტრი. თუ თქვენ უფრო მაღალი ბრძანდებით, ალბათ ცოტათი გაგიჭირდებათ, მაგრამ ისევ და ისევ შეიძლება ისეთი სეტინგების პოვნა, სადაც დაეტევით. ეხლა გადავიდეთ ისევ არა, მარჯვენა სავარძელზე. აქ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო კომფორტულია. საერთოდ უკან მარჯვნივ ამ ავტომობილებში ძალიან კომფორტულია ჯდომა. გავწიოთ მაგალითად სავარძელი. რასაც ვერ მივიღებთ მარცხნივ, ეს არის ის, რასაც მივიღებთ მარჯვნივ. ამ შემთხვევაში ეს არის კომპლექტაცია Max-ი. კომპლექტაცია Max არ აქვს დაწოლის რეჟიმი, მაგრამ კომპლექტაცია Max აქვს მაგიდა. საკმაოდ ყარი მაგიდა აქვს, პრინციპში ლეპტოპიც რო დავდო ან რაღაც ჭიქა, თუ ნორმალურად ივლის მძღოლი, მშვენივრად იქნება ყველაფერი. ესეც ესე. როგორც ყოველთვის L800 საბარგული. ყველა ავტომობილზე ვნახეთ, ეხლა ვნახავთ L8-ზე. ესე იგი. L800, აქ ვიჯექი მე, ჩემი 191 სანტიმეტრით. აი რამდენი დაგვრჩა. პრინციპში სამი რიგის მქონე ავტომობილისთვის ძალიან ცოტა არ არის. თუ ბავშვი დაჯდება, იქნება ესე, თუ დავჯდები მე, იქნება ესე. რა ხდება ეხლა აქ? წინა სავარძლებით გაიწია იმისთვის, რომ გამოვიდეს ესენი. ორივე დაიკეცა. ალბათ წინებიც რო დავკეცოთ უკვე ბევრად უფრო დიდი ადგილი იქნება, მაგრამ მე მგონი საკმარისია იმისთვის, რომ უამრავი ბარგი განათავსოთ აქ. ისევ და ისევ 12 ვოლტიანი, ისევ და ისევ. ეს აქ გვაქვს სხვადასხვა რაღაცეები, მათ შორის ყველა ავტომობილს მოყვება უკან ელექტროენერგიის დაბრუნების შტებსელი, მოკლედ არ ჭობ დასატემპორტში და იგი იძლევა უკან 220 ვოლტს გარედან. პნევმატური სისტემა ის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავწიოთ და ავწიოთ ავტომობილი იმისთვის, რომ რაღაცა ბარგი ჩავდოთ უფრო მარტივად. აღმოჩნდა, რომ არ მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილი იტენება. ჩვენ გვჭირდება, რომ მივიღოთ ელექტროენერგია და არ დავხარჯოთ, ამიტომ სანამ იტენება, ისეთი სისტემები, როგორც არის პნევმატური, კლირენსის შეცვლა არ მუშაობს. რახან მოვედით დამტენამდე, გაჩვენებთ, ესე იგი, ამ ავტომობილს აქვს ორი დასატენი პორტი. ერთი არის GBT, მეორე არის ჩინური. ჩინეთში ესეთი დამტენებიც არის და ესეთი დამტენებიც არის. რა თქმა უნდა, თუ გნებავთ, რომ არ დაკარგოთ თავსახური, იღებთ თავსახურს, ჩამოკიდებთ აქ. თუ რამეა, დახურავთ უკან. განათება აქვს, ანათებს. შემდეგ, ჩვეულებრივად აერთებთ, მანქანა იწყებს ტენვას და რა თქმა უნდა, უკან ვერ ამოაძრობთ. აი ესეთი დამტენები აქვს. Nissan L800, როგორც ყველა სხვა Nissan-ებსაც. Nissan L9 Ultra. ეს არის მაქსიმალური კომპლექტაცია, არსებობს სულ ორი, Pro და Ultra. ამჟამად გვიდგას კომპლექტაცია Ultra. ესე იგი, რითი განსხვავდება? არის როგორც ყველა Nissan-ი ისეთივე, იგივე ძრავით, იგივე თანმიმდევრული ჰიბრიდით, ყველაფერი. რითი განსხვავდება Ultra? Ultra-ს, როგორც აქამდე გითხარით, აქვს 21-იანი ბორბლები. L6-ის გარდა ყველა Nissan-ს აქვს პლასმასის გამაფართოვებელი არკების. შემდეგ, რაც ეხება L9-ს. L9, ცოტა ტექნიკაში გადავიდეთ, ტექნიკურ ინფორმაციაში. L9-ს ყველანაირ კომპლექტაციაში უყენია 52.3 კილოვატიანი ელემენტი, რომელიც ყველანაირ კომპლექტაციაში CLTC-ის მიხედვით ისევ და ისევ ეს არის ჩინური იდეალურ პირობებში ათვლის სისტემა, რამდენს გაივლის ავტომობილი. CLTC-ის მიხედვით გაივლის 280 კილომეტრს, მაგრამ ჩვენ რეალურად ისევ და ისევ ვიცით, რომ 230-240 მაქსიმალურად ნორმალურ პირობებში. ასევე 65 ლიტრიანი აუზი აქვს
და მთლიანად დატენილი და მთლიანად სავსე გაივლის, სიელტისის მიხედვით 1400 კაპიკებით, ჩვენებურად 1150, 1200 მაქსიმუმ. კიდევ ერთი რამ, რითი განსხვავდება Ultra Pro ვერსიისგან, თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ Ultras აქვს ლიდარი. ეხლა მოკლედ მოგიყვებით რა არის ლიდარი. ლიდარი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ლაზერული სხივებით გამოიკვლევს ირგვლივ, ავტომობილის ირგვლივ რა ხდება, ქმნის 3D გამოსახულებას, რომელიც ეხმარება ავტომობილს მოძრაობაში. ლიდარი ხედავს შუქნიშნებს, ლიდარი ხედავს ხალხს, ლიდარი ხედავს თუ სადუხობს მანქანა, რა ავტომობილია, ვინ გადადის გზას, რა ხდება, მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერს თქვენს ირგვლივ ხედავს ლიდარი და გადასცემს ამ ინფორმაციას 3D გამოსახულების მეშვეობით ავტომობილს, რომელიც ეხმარება ავტოპილოტში, ან საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ავტოპილოტი სრულიად დანიშნულების პუნქტამდე არ მიდის საქართველოს პირობებში, დაინახოს, როდის აინთო შუქნიშანი, გაჩერდეს, შეინარჩუნოს ხაზები, არ დაეჯახოს არავის და ეკრანზე გაჩვენოთ მაგალითად რა მიდის თქვენს გვერდზე პიკაპი, ნაგვისვედრო თუ ელემენტარულად მაგალითად სედანი. ამას ყველაფერს ხედავთ. ეს არის ლიდარ სენსორი, რომელიც ამას ყველაფერს აფიქსირებს. ეს არის ultras უყენია ლიდარ სენსორი. გამოდის ქვევით ფეხის დასადები. სხვათა შორის ეს ფეხის დასადები უძლებს 130 კილოგრამს. არც კი იღუნება, მანქანიანად მოდის. კი ბატონო, გადავიდეთ, ვნახოთ რა ხდება შიგნით. გავისწოროთ სავარძელი ჩვენს 191 სანტიმეტრზე. გვაქვს ისევ და ისევ, როგორც ყველაში L6-ის გარდა, პატარა ყუთი, რომელშიც შეგვიძლია ყველაფერი ჩავდოთ, ყველაფერი იგივე, რაც არის L7-ში, L8-ში, L9-ში, უბრალოდ შავი ნაპა. ამ შემთხვევაში გვაქვს შავი ნაპა, მასაჟი, ყველანაირი რეგულირება, მოკლედ ყველაფერი. შემდეგ გადავიდეთ უკან. ესე იგი წინ ვიჯექი მე 191 ჩდები უკან. აი წინ ვიჯექი მე 191 სანტიმეტრით. ეხლა კი მომიწევს ცოტა წინაც გაწევა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ადგილი მაქვს. როგორც L8-ში ყველაფერი უბრალოდ ეს არის ultra კომპლექტაცია, სხვათა შორის L9-ს ყველანაირ კომპლექტაციაში მოყვება მონიტორი, რომელიც არის touch screen-ი, რომელიდანაც შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი, რაღაც ფუნქციები გააკეთოთ აქედან ყველაფერი. ისევ და ისევ, გათბობა, გაგრილება, მასაჟი, ყველაფერი გვაქვს ყველანაირ კომპლექტაციაში L9-ის შემთხვევაში. L9 რეალურად Pro-სა და Ultra შორის განსხვავდება იმით, რომ Pro-ს არა აქვს უკაცრავად Pro-ს ლიდარი და ფეხების დასადები არ გამოდის, Ultra-ში კი გამოდის ფეხების დასადები და აქვს ლიდარ სენსორი. ეს არის მათ შორის განსხვავება. ესე იგი, წინ ვიჯექი მე, მეორე რიგში ვზივარ მე, წავიდეთ მესამე რიგში და ვნახოთ. აბა თუ დავეტევით. უბრალოდ თუ დავეტევი. ვა! სულ სხვა ამბავია. სამივე რიგში ვიჯექი მე. ზივარ შვენივრად. ძალიან დიდი ადგილია. სხვათა შორის ამ ავტომობილის ბორბლების ბაზა უფრო დიდია, ამიტომ აქ უფრო მეტი მოძრაობის საშუალება გვაქვს. პრინციპში, როგორც ყოველთვის USB Type-C, როგორც ყოველთვის გათბობა, როგორც ყოველთვის დეფლექტორები, შუქი, საჭიქე, ასე ვთქვათ, მობილური ტელეფონის ჩასადების სხვაზე არ გაჩვენეთ, ესე იგი, აქ მობილური ტელეფონის ჩასადებიც არის, ესეთი, აქ შეგვიძლია ჭიქა ჩავდოთ. ზურგი მოძრაობს და პრინციპში ისევ და ისევ დიდი ხანი შეიძლება აქ მოძრაობა. აი რას ნიშნავს ბორბლების ბაზაში განსხვავება 10 სანტიმეტრი. L8-ისგან განსხვავებით, აქ 10 სანტიმეტრით უფრო დიდია ბორბლების ბაზა. ანუ ღერძიდან ღერძამდე 10 სანტიმეტრით უფრო მეტია. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ მესამე რიგის სალონი. ეხლა კი გადავიდეთ წინ და ვნახოთ მეორე რიგში რა გველის, რა გველოდება. როგორც ყოველთვის ვიცით, რომ მეორე რიგი ეს არის ყველაზე კომფორტული მარჯვენა მხარე.
ეხლა ვნახოთ, გავიწიოთ. აქ გვაქვს მაცივარი, როგორც ყოველთვის, რომელიც აგრილებს და ათფობს. კლიმატ კონტროლი, ყველაფერი რაც მოგიყევით, მასაჟიდან დაწყებული, ყველაფერი დამთავრებული, აქვე გვაქვს. რა თქმა უნდა, მაგიდა. გავწიოთ სავარძელი წინ და ჩავრთოთ ეხლავე ფეხების ჩამოსადები, leg rest-ი ეგრეთ წოდებული, რომელზეც ჩამოვდებ ფეხებს, გავწევ სავარძელს უკან. შემიძლია დავისვენო. აქ მაქვს მონიტორი, აქ მაქვს დამტენი, ვზივარ, ვისვენებ, კლიმატი, შუქი, თუ რამეა შემიძლია ლეპტოპიც დავდო და ვუყურო აქ. თუ ეს მონიტორი არ მომწონს, აქ დავდებ ლეპტოპს და ვუყურებ. აბა, ამას არ ქვია ბიზნეს კლასი? ეს არის L9 Ultra. საბოლოოდ L9 Ultra-ს საბარგული. ინტუიტიურად მივხვდი სად არის. ცოტა სხვანაირად აქვს, მაგრამ ესე იგი, სამი რიგი, აქ ვიჯექი მე, ადგილი ცოტა, მაგრამ გვაქვს. ისევ და ისევ. ვაჭერ ღილაკებს. მეორე რიგის სავარძლები წავიდა წინ, შემდეგ დაიკეცა ესენი, მესამე რიგი ანუ საკმაოდ დიდი სივრცე გამოჩნდა. აქ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ყველანაირი აქსესუარი რაც შეიძლება გამოგვადგეს ავტომობილში და იმედია ეს არ იტენება, გამოგვივა. მაღალია საკმაოდ, წვდება ჯიბემდე. ანუ რაღაც ტვირთი უნდა ავწიო და ჯიბემდე ავწიო, რომ დავდო. ვაჭერ ღილაკს. ჩამოვიდა იმ დონეზე, რომ ჭირდება დაახრა. მართლა ბევრი ჩამოვიდა. აი უკვე თავს ვურტყავ. ავიღე, დავდევი, დახრილია საკმაოდ. შემდეგ დავაჭირე ღილაკს და აი შევადაროთ, ესე იგი ადის. აი, ეხლა თავს აღარ ვურტყავ. აი, ეხლა თავს აღარ ვურტყავ. აქამდე ვურტყავდი. მოკლედ ეს არის L9-ს, როგორც L8-ის, ისეთივე საბარგული, უბრალოდ ოდნავ უფრო დიდი. ჭრიჭინ ტესტი. ეკრანი. ვა. ვერ ვაქანავებ. ერთი ოდნავ პატარა ხმა აქვს. აქ. რავი მეგობრებო, არ ჭრიჭინებს. საშუალო ზომის L6, L7, L8, L9 არ აქვს მნიშვნელობა რას აიღებთ. თავარია იმ ლუქს და იმ კომფორტს ვერაზოს ვერ მიიღებთ იმ ფასში.